მე მინდა ვთქვა, რამდენად მნიშვნელოვანი არის ის, რომ დღეს ყველა ეს ქალები, დედები დადგენ და წამოვიდნენ რუსთაველზე იმისთვის, რომ თავიანთი შვილებისთვის სამართალი მოითხოვონ. იმიტომ რომ როგორც აქ ამბობენ, სადაც სამართალი არ არის, იქ არ არის მშვიდობა, იქ არ არის ნამდვილი მშვიდობა. ეს არის მოჩვენებითი მშვიდობა, სანამ ჩვენი შვილები, იმიტომ ესენი არიან ჩვენი კოლექტიური შვილები, სანამ ჩვენი შვილები არ იქნებიან თავისუფალი. მე მინდა ყველა დედას დღეს მაინც მოულოცო ეს დღე, იმიტომ რომ ყველა დედა ბედნიერი არის, როცა ასეთი შვილი ყავს, რომელიც ღირსეულად იცავს თავის ქვეყანას. და მინდა მოუწოდო მე სხვა დედებს, რომლებიც დღეს სახლში არიან და სჯერათ რაღაცა მოჩვენებითი მშვიდობის და სჯერათ, რომ ვიღაცა მოუპოვა ეს მშვიდობა. არა, ეს მშვიდობა თუ მოპოვებული იქნება ამ ბავშვებისგან, რომელმაც ღირსეულად გაუძლეს ყველაფერს, გაუძლებენ კიდევაც, თავისუფლებიც იქნებიან და მათთან ერთად ეს ქვეყანა იქნება თავისუფალი. და კიდევ მინდა დავუმატო ის, რომ მე მოვულოცავ ასევე ამ დღეს იმ დედებს, რომლებიც არიან საზღვარგარეთ, რომელსაც არ აქვს საშუალება, რომ თავიანთ შვილებთან იყვნენ აქა, რომ აქ ჩვენთან ერთად იყვნენ დღეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი მათგანი მართლაც იზიარებს ჩვენს წუხილს ყველასი და ჩვენს ხვალინდელ სიხარულს.